ბეგი დროებით შესახლებულია სპილოების ვოლიერში. ეს არის მალკას ვოლიერი, ჩვენი მდედრის სპილოს, ასე ვთქვათ, ცალკე ოთახი. ჩვენ გვყავდა 17 ცალი. დღევანდელ დღეს ეს ერთი კვირის განმავლობაში სტიქიის მერე 10 ცალი გადავარჩინეთ. ბოლო 8 წლის განმავლობაში შეიქმნა მთელი კოლექცია. რას ერთხელ შევძელით, ალბათ მეორეჯერაც შევძლებთ. ცხილად ხავით. აქ კიბეები იყო. პრიმატები მთლიანად განადგურდნენ. აი აქ ვიყავი ამ ადგილზე, ეხლა კიბე სადაც იყო. აქ იყო აფთრების ვოლიერი, ეხლა მთლიანად განადგურებულია. ქვევით იყო აფთრების ვოლიერი. აქ ჩავედი, შემდეგ დავინახე, რომ თანაშმოვნლობას დამიძახეს, რომ წყალი გადმოსკდა, ჩანჩქერებით მოდიოდა, აქ მეყარა მანქანა. და აქედან მანქანით წავედი უსულით. ანუ ესე კი, ესე ვცდილობდი გასვლას. აი აქედან მოგვიწია აძრომა სახურავზე. ჯერ ამ სახურავზე, შემდეგ აქ და შემდეგ იქ. და ბოლოში. აი ნახეთ წყალი სადამდე იდგა, იქ ჩანს კიდევაც. ხო, ბოლო ნაწილი რაც არის დარჩენილი. ესეთ პარაპეტზე ოღონდ იქით მხრიდან მეორეზე ვიდექით. რამდენიმე საათის განმავლობაში. ბეგი დროებით შესაძლებელი სპილოების ვოლიერში. ეს არის მალკას ვოლიერი, ჩვენი მდედრის სპილოს, ასე ვთქვათ, ცალკე ოთახი და დროებით შემოვუსახლეთ მალკას და მალკა გადავასახლეთ გრანდისთან, ასე რომ ისინი ერთად არიან. კი ბატონო, ისინი ერთად არიან და ბეგი არის მალკას ვოლიერში და მისი აუზით არგებლობს. და ისე რომ რამდენად მაყოფილია ახალი ვოლიერში. კი, შეგვე, იმიტომ რომ დახვდა ესეთი მშვენიერი აუზი, საკმაოდ ღრმა და მთელი დღე საერთოდ არ ამოდის. ამოდის მხოლოდ მაშინ, როდესაც უნდა ჭამოს. ბეგის და შემოსვლა ასე შეუძლებელი იყო თქვენ რა გონიათ. ეხლა თავისუფლად შემოდივართ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ იმალება, წყალშია და სტრესის გამოა ეს ყველაფერი. ჩვენ გვყავდა 17 ცალი. დღევანდელ დღეს ეს ერთი კვირის განმავლობაში სტიქიის მერე 10 ცალი გადავარჩინეთ. ეს უცბად კი არ მოხდა, ჯერ 3 მერე კიდევ ყველგანაირად უხდება ამ ფრინველებს. ეხლა დროებით გაკეთებული, რა თქმა უნდა, სანამ ის შერემონტდება. რომ შემდგომში გადავიყვანოთ, მაგრამ აქაც უკვე ესე დროებითი აუზი, იქ პლაჟის ვარიანტი, ქვიშა, რაღაცები ისე მოუწყეთ, რომ რა ვიცი, ასე თუ ისე შეეჩვიან. ეხლა ნაწილი უფრო ვინც შეიძლება იმდენად არ დაისტრესა, გამოდის მდგომარეობიდან, დამოუკიდებლად ჭამენ კიდევაც წყალში ჩადიან პერიოდულად, ეს ძალიან კარგი მახასიათებელია მათთვის, რომ ანუ აქ იმდენად სიმშვიდეა და სიწყნარი, რაც ეხლა ამ პერიოდში სჭირდებათ, რომ გამოვიდნენ. აი ამ ვოლიერში ვინ ცხოვრობს? იაგუარები. 3 იაგუარი ყავდა. კი. 2 აქ იყო, 1 იქით. ვერც ერთ ვერ გადარჩა. ეს არის ჩვენი გადარჩენილი დათვი, სახელად კიჭა, რომელიც სხვათა შორის ძალიან პოპულარული გახდა ამ დღეებში, რადგან გავრცელდა ფოტო როგორ ზის მეორე ადმინისტრაციული კორპუსის მეორე სართულის კონდიციონერზე. გადარჩენილია 3 დათვი, კიჭას ჩათვლით და 2 დათვი არის მუნიციპალურ თავშესაფარში, 2 იქ ბინადრობს. 1 კი ბატონო, როცა ჩვენ აღვადგენთ დათვების ვოლიერს, აუცილებლად ზოოპარკში დაბრუნდებიან. 2 მგელი გვიზის აი ამ ვოლიერში. აგერ არიან ჩვენი კლები. შეშინებულები არიან და ჯერ ისეთ ადგილას წვანან, სადაც უფრო უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს, ანუ თან ეხლა ჩვენ რო შემოვედით, მით უმეტეს უფრო შეშინდნენ და მიიყუჟნენ უკან ვოლიერში. ეს მგლები კი დაძინებულები არიან და ისე გადარჩნენ. მგლებიც ყავდა 13 მგელი, 13 მგელიდან გადარჩა 2 მგელი. აი ეს არის ახალი ვოლიერი, რომელშიც გადმოვიდა სემი თავის ოჯახთან ერთად 5 ლომი გადმოვიდა ამ ვოლიერში, სადღაც 1 თვის წინ დაახლოებით. მანამდე ისინი იყვნენ ზოოპარკის ქვედა ნაწილში, იქ სადაც იყო სხვა მტაცებელი ცხოველების ვოლიერები და ალბათ რო არ გადმოიყვანეთ, სავარაუდოდ ეს ლომებიც ვერ გადარჩებოდნენ. ახალი ვოლიერები აშენდეს და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც გამოყოფილია.
თქვენ როგორ ფიქრობთ ზოოპარკის გადასვლა იმ ტერიტორიაზე, აი როგორ უნდა დაიწყოს? ანუ ახალ ცხოველებს რო ჩამოვიყვანთ პირდაპირ. არა, ჯერ ეს ცხოველები არის გადასაყვანი, აქ ცხოველები, რომლებიც ეხლა კი უსაფრთხო პირობებში იყოფებიან, მაგრამ ეს კარგი პირობებიდან საკმაოდ შორია ეს უსაფრთხო პირობები. ბოლო 8 წლის განმავლობაში შეიქმნა მთელი კოლექცია. რას ერთხელ შევძელით, ალბათ მეორეჯერაც შევძლებთ გამეორებას, თუმცა ისევ ამ ინდივიდებზე არის ლაპარაკი, რომლებიც ძალიან საინტერესო ინდივიდები იყვნენ. იმათ სამწუხაროდ ხო რა თქმა უნდა ვეღარ ავადგენთ.